გამარჯობა, ეს არის ექსპერტ ბაით ეგეტა და დღეს ისეთ თემაზე ვისაუბრებთ, რაც ხშირად ბევრისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია და ყოველთვის გადადებისთვის განწირული საქმეა. მაგრამ ერთ დღეს შეიძლება პირდაპირ თქვენს უსაფრთხოებაზე აისახოს. როგორ გავიგოთ, რომ უკვე დროა საბურავი შევცვალოთ? მოდი ერთად გავარკვიოთ, თუ რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ არ გამოგვეპაროს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საბურავის პროტექტორის სიღრმეა. როდესაც პროტექტორი ცვდება, საბურავი ვეღარ ეჭიდება გზას, განსაკუთრებით სველზე და პირზე. მინიმალური დასაშვების სიღრმე 1.6 მმ-ია, მაგრამ პრაქტიკაში უკვე 3 მმ-ზე ქვემოთაც უმჯობესია შეცვლა. რეკომენდაცია: გაქვთ სახლის პირობებში მონეტა, ჩადეთ ის საბურავის ჭრილში, რათა გავიგოთ პროტექტორის სიღრმე, მაგრამ უმჯობესია სერვისში შემოწმება. საბურავის ვიზუალური დათვალიერება აუცილებელია. ბზარები, ფენების დაშლა, შიგნიდან ჩაზნექა, ეს ყველაფერი სერიოზული რისკის მაჩვენებელია. ასეთი საბურავი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაზიანდეს, განსაკუთრებით მაღალ სიჩქარეზე მოძრაობისას. შეგიმჩნევიათ, რომ საბურავის ერთი მხარე უფრო მეტადაა გაცვეთილი ვიდრე მეორე. ეს შეიძლება იყოს ბალანსირების და წნევის ბრალი. არასწორი წნევის შემთხვევაში საბურავი არათანაბრად ცვდება. თუ ასეთ ცვეთას შეამჩნევთ, მხოლოდ საბურავის გამოცვლა არაა საკმარისი. აუცილებლად შეამოწმეთ დაკიდების სისტემის და ბალანსირების მდგომარეობა სერვისში. ბევრმა არ იცის, მაგრამ საბურავის ასაკი მის გვერდზეა დატანილი დოთ კოდით. ბოლო 4 ციფრი არის წარმოების თარიღი. მაგალითად 27-24 ნიშნავს, რომ საბურავი 2024 წლის 37 კვირაშია გამოშვებული. თუნდაც საბურავი ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდეს, მისი გამოყენება 5 წელზე მეტით რეკომენდირებული არაა, რადგან ის მხარდება და კარგავს თავის თვისებებს. ერთადერთი საბურავების მწარმოებელი მსოფლიოში, რომელიც 10 წლიან გარანტიას იძლევა, მიშელინია, რომელიც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მუდმივად მსოფლიო მასშტაბით ტოპ 2 მწარმოებელს შორისაა Bridgestone-თან ერთად. ავტომობილმა ვიბრაცია დაიწყო და გაჩნდა უცნაური ხმაური, ესეც შესაძლოა საბურავთან დაკავშირებული პრობლემის ნიშანი იყოს. განსაკუთრებით თუ ვიბრაცია კონკრეტულ სიჩქარეებზე ჩნდება. როდესაც ასეთ რამეს შეამჩნევთ, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ სერვისს. თუ გსურთ იყოთ დაზღვეული და თავი აარიდოთ უსიამოვნო შემთხვევებს გზაზე, მაშინ პერიოდულად შეამოწმეთ საბურავები ვიზუალურად. ხშირად აკონტროლეთ წნევა, შეცვლილი საბურავი, ბნელ, გრილ და მშრალ ადგილას შეინახეთ. ასე ვზრუნავთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, ეკონომიასა და სიმშვიდეს გზაზე. თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ საბურავის შეცვლა გადადებისთვის განწირული საქმეა, მაშინ აუცილებლად გაიხსენეთ, თუ რაფასაც შეიძლება დაგიჯდეთ დაზიანებული საბურავით გადაადგილება. თუ მსგავსი ვიდეოები გაინტერესებთ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ როგორ ამოწმებთ საბურავებს. ეს იყო ექსპერტ ბაით ეგეტა, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.